გვაქვს ინფორმაცია და ფიქსირდება ფაქტები, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების მაისურში გამოწყობილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიგებენ თანხებს თითქოს და 22 სექტემბერს დანიშნულ ღონისძიებაზე ამომრჩეველთა მოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა ვთქვათ, რომ არანაირი კავშირი ქართულ ოცნებას თანხების დარიგებასთან არ აქვს. ამავე დროს მივმართავთ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას, კუდის, სოდის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს, რომ თავი დაანებონ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს. ერთ-ერთი მინდა შემიძლია გითხრათ, რომ ინგირში იყო მსგავსი ფაქტი, ამასთანავე გვაქვს ინფორმაცია, რომ მზადდება მსგავსი ტიპის პროვოკაციების სხვა სოფლებში და ცდილობენ, რომ ამას კონდეს რაღაცა გარკვეული მასიური სახე. ჩვენ ბუნებრივია ხა ისევ და ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ადამიანების სახელებს ამ წუთში ვერ ვიტყვით, თუმცა ეს ადამიანები არიან. რა თანხაზეა საუბარი, ხო ვერ გეტყვით დეტალები? 20 ლარზე, 30 ლარზე, ინდივიდუალურ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა თანხაზეა საუბარი. ამ თანხებს თავაზობენ ადამიანებს და ეპატიჟებიან თითქოს აქციას. აქვე მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებს, სამეგრელოს მოსახლეობას, ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებლებს, რომ ჩატარდება 22 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის სხვა ლიდერების შეხვედრა ამომრჩევლებთან. ეს შეხვედრა გაიმართება ზუგდიდის მთავარ მოედანზე. ეს შეხვედრა იქნება ძალიან დიდი ზეიმი სამეგრელოს მოსახლეობისათვის. ყველას ვეპატიჟებით ამ შეხვედრაზე და ვთხოვთ ყველას მოგზავნით და ერთად ვიზეიმოთ ქართული ოცნების გამარჯვების დასაწყისი.